როდესაც შენ დარწმუნებული ხარ პოლიტიკაში განსაკუთრებით პოლიტიკურ სუბიექტებზეა საუბარი, რომ შენი სტრატეგია, შენი გადაწყვეტილებები არის ასე ვთქვათ, ურყევი და ერთადერთი ჭეშმარიტება, მაშინ ზოგჯერ პოლიტიკური სიფრთხილე გავალდებულებს, რომ ზოგჯერ რეზულტატებსაც გადახედო უკან. როდესაც ერთხელ სადე, ორჯერ სადე, სამჯერ სადე და ხვდები, რომ შედეგი ვერ მოაქვს ამას და კონტრპროდუქტულია შენს მიერ ასე ვთქვათ, განხორციელებული ქმედებები, მაშინ ბუნებრივია ან გეგმა უნდა შეცვალო, ან ამ გეგმისკენ მიმავალი ნაბიჯები. სხვანაირად არის ფიზიკურად შეუძლებელი, ეს დაემართა, არ გავიდა ერთხელ რევოლუციას, სადაც მეორეჯერ, არ გავიდა მეორეჯერ, სადენ მესამეჯერ და ასე შემდეგ. თუმცა ქართული სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის მოწოდების სიმაღლეზე, მე ნიშნის მოგებით კი არ ვლაპარაკობ, ჩვენ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ტურბულენტოვან გარემოში და სადღაც არ ვიცი, ამ ტელევიზიაში ოღონდ რომელ გადაცემაში არ ვიცი, მე ვთქვი, რომ დროთა შორის პერიოდს ეძახიან ამას პოლიტიკოს ფილოსოფოსები, როდესაც ინგრევა ძველი რაღაც სისტემა, განსაკუთრებით მენტალურ ნაწილზე, აქ კულტურულ ნაწილზე საუბარი და ყალიბდება ახალი და ეხლა გვმართებს ჩვენ ასე ვთქვათ, ძლიერად დგომა, ეხლა გვმართებს ჩვენ მყარად დგომა და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ამ დროთა შორის პერიოდს გაივლის და გაივლის ისე, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავაღწევთ თავს იმას, რომ მუდმივად ისტორიის ობიექტი კი არ ვიყოთ და ჩვენით არ თამაშობდნენ, არამედ ვიყოთ ანგარის გასაწევი დამოუკიდებელი ამაყი მონაწილე აი ამ პოლიტიკური პროცესების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ.